მოდი აი პირველად შევაფასოთ ეს რეზოლუცია, ხო? ჩემი აზრით მაგ თემით დავიწყოთ ჯობს და აი შევაფასოთ შემდეგი რაღაცა. ერთი აშკარად დაიმატა SWIFT-დან გათიშვა, ასევე კონკრეტულ დარგებს, დარგობრივ თემატიკაში შეიძლება სანქციები დაუწესდეს. ეს რა თქმა უნდა არის უბრალოდ ასე ვთქვათ რეზოლუცია და არა მიღებული გადაწყვეტილება, არის ასე ვთქვათ რეკომენდაცია ევროპარლამენტის მხრიდან, მაგრამ ნუ მაინც საყურადღებოა და დიდი ალბათობით მე ვარაუდობ, რომ ადრე თუ გვიან თუ ესე განვითარდა მოვლენები სავიზო უვიზო რეჟიმს ასე ვთქვათ შეაჩერებენ. ამ ყოველ შემთხვევაში მაგითკენ წესით მიდის საქმე და მაგრამ თან მაგას არ ჭირდება ყველა ქვეყნის თანხმობა ევროპაში. 2/3 საკმარისია, ხო? კი ბატონო და შესაბამისად მაქინან გამომდინარე დიდი არის ალბათობა მაგისი მინიმუმ მოდი ესე დავაყენოთ საკითხი და თუ ესე გაგზავნა და განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ასევე ლელოს და გახარიას იდეაში ევროპარლამენტიდანვე მოთხოვეს რომ არ მიიღოთ თქვენ ვირიშვილებო დაახლოებით ეგეთი რიტორიკით ცოტა არაპოლიტკორექტული ეგენიათ დაემორჩილებიან არ ვიცით მაგრამ ნახოთ მაგრამ მან ერთი უნდა ვახსენოთ რომ გახარიაც და ნუ გინდა ლელოს ხაზარაძე და ის რო არის კიდე მაგის ძმა და მეგობარი ბადრი ჯაფარიძე. ეგენი ნუ რატომ მოვიდნენ ხო პოლიტიკაში ერთი ნუ გახარია მან ნუ რაღაც კითხვის ნიშნებია, მაგრამ იდეაში საკუთარი თავის გადარჩენისთვის არის ორივე და მაგას ახორციელებდნენ ორივე მხარე, ხო? შესაბამისად დიდი ალბათობა მაგიტო იღებდნენ არჩევნებში რომ პოლიტიკური რაღაც ძალაუფლება მიიღო რომ მე უფრო რთული იქნება მათი განეიტრალება ქართული ოცნებისთვის, ხო? მოდი აი რეზოლუცია შევაფასო და ზოგადად ოცნება პროდასავლური ოპოზიციის მოცემულობა დღევანდელ დღეს. ეგ რეზოლუცია მიღებული იქნა 70%-ზე მეტმა დეპუტატების, ანუ საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა 490 რამდენი იყოს და არ მახსოვს, მაგრამ თითქმის 500-მდე დაახლოებით 500-მდე დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 146 თუ 7 იყო წინააღმდეგი და დაახლოებით 40-მა თუ 50 ზუსტად არ მახსოვს, ან ცოტამ თავი შეიკავა. ხა, სინამდვილეში მან მნიშვნელოვანი რა არის, რომ ჩვენ აქ ადრე ვისაუბრეთ, რომ ამ SWIFT-დან თავის დროზე გარიცხეს ირანი, გარიცხეს რუსეთი და იმიტომ რომ აი ნახე ხშირად აქ შემოგვიყვნენ ხოლმე ადამიანები და წერენ ხოლმე კომენტარებს რომ თქვენო როცა რუსეთი გარიცხესო მაგაზე იცინოდითო რომ ამით რუსეთს არაფერი არ მოუვა და ახლაო ჩვენ თავსოთ რატო არისო ეგო ბიჭო ძალიან მარტივი ვინმეს ეგ თუ არ ესმის ამის ახსნა რო გვიწევს ეგ არის არ ვიცი აი ხანდახან აი პატარა ბავშვს რო ვერ აგებინებ ელემენტარულ რაღაცას დაახლოებით მაგამდე დადის საქართველოს არ არის რუსეთი მაგაშია საქმე თავის მასშტაბებით თავის ეკონომიკურ რესურსებით და არც ირანი და არც რა თქმა უნდა არც ირანი ამიტომ რა თქმა უნდა ამ ქვეყნებზე ჯერდი ეგ ქვეყნების დააზიანა მაგან ეგრე არ არის რომ გარიცხეს და არაფერი უდიდესი ზიანი მიიღო რუსეთმაც და ირანმაც მაგრამ გამომდინარე კიდე რომ ეს არის დიდი ეკონომიკა რუსეთი განსაკუთრებით და ირანიც არ არის ნუ ახლა რუსეთის მასშტაბის სახელმწიფო არ არის მაგრამ თვითყოფადი სახელმწიფო დიდი ქვეყანა ანუ ეს არის ქვეყანა რომელსაც უკვე პრაქტიკულად 70-იანი 70 როდის იყო ისლამური რევოლუცია თქმა 79 ხო რაც აიათოლა მართავს არის პრაქტიკულად სანქციონირებული სახელმწიფო და მაგას რო გაუძლო ეს ქვეყანა რუსეთი არის ქვეყანა რომელიც დასავლეთ ნახევარსფერომ მართალია ხა ბოლომდე ვერ თქვეს რუსეთის ენერგომატარებლებზე უარი და რაღაცებს ყიდულობენ მაინც მაგრამ სერიოზული რაც შეეძლოთ გააკეთეს მაინც გააკეთეს ხო ეს არ არის პატარა და ამას გაუძლო მე რის თქმა მინდა რომ საქართველოს არ არის საქართველოს ამტანობა არ შეიძლება შევადაროთ ამიტომ ჩვენთვის ამას ექნება დიდი ეფექტი უარყოფითი რა თქმა უნდა ხა ხელისუფლება რითი ამშვიდებს საზოგადოებას აი მაგალითად ეროვნულმა ბანკმა თქვა რომ არა მაგას არ იზამენო ეგ უბრალოდ გვაშინებენო ჩვენ მაგითო თორემო სამდურის მაგნაბიც არ გადადგამინო ანუ ამათი იმედი არის მარტო ის რომ არ იზამენ არა ეგ დაგვინდობენ რა ეგ არის მაგრამ ნუ ჩვენ წარმოვიდგინოთ რომ ქნეს აქ შემთხვევაში ჩვენ რა გეგმა გვაქვს არაფერი
საქართველოს ამით ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს. ეხლა ნახე საქართველოში ადამიანი არ მეგულება პრაქტიკულად, რომელსაც ან ბანკის ვარდი არ აქვს, კრედიტი აქვს, ან რაღაცა ჩადებული აქვს და ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ რასაც ქვია იხრჩობა ამ ვარებში, ხო? ქვეყნის ეკონომიკური, ანუ საფინანსო სისტემა თუ კრიზისში შედის, ჩათვალეთ, რომ ეს ყულფი, რომელშიც იხრჩობა მოსახლეობა და პროცენტი ბანკის, რომ მუდმივად რომ ლაპარაკობთ, რომ ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს, დოლარში აქვს ვარი აღებული. იმ ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, არ არის ერთადერთი ასპექტი. იმ ადამიანებს მდგომარეობა ძალიან გართულდება. და მე შენ გეტყვი ხა ისეთი მთავრობა ყავს, რომ რამეს დაასუბსიდირებს, რამეს გამოყოფენ, დაეხმარებიან, შეუმსუბუქებენ. რა არ გამოყვეს ჭიათურაზე, აგერ არ შეუმსუბუქეს ყოფა ჭიათურელებს? როგორ არა კაცო. ამიტომ ხა ის ბატონი მათიკაშვილი გამოვიდა, უმრავლესობის წევრი და ნახევრად სარიელ დარბაზში მიიღესო. ჯერ ერთი არისო კაცო. ერთი მათემატიკა ვისწავლოთ, მოდი ნახევარი რამდენია, მოდი. სარიელი არისო. 400 კაცი ხალხო დაუჯერე. 490 კაცი არ არის, მე მგონი პატარა ციფრი, დარბაზისთვის კი არა, ქუჩაში აქცია რო გამართო, იქაც რაღაცა სურათს დებს, ხო? არისო და თან სულ ერთი კაცი არ ყოფილიყო შიგნით. შენ მაგით იმშვიდებ თავს? არა, მან ერთი ანუ თავის გამართლება, ნახე, როგორ თავის დაცვა როგორ ხერხდება, რომ ცარიელი და სურო ცარიელი იყო, აი, ჯაბარაც სამ, სურო ცარიელი იყო. შენ ხო უნდა განსაზღვრო. კარგი პოლიტიკოსის კრიტერიუმი რა არის, რომ რაღაცა საზღვრო მომავალში, რომ პოტენციურად შეიძლება ეს საფრთხე დაგვემუქროს და თუ ეგ საფრთხე დაგვემუქრება, მომზადებულები ვიყოთ. აი, მაგალითად, მაგალითს მოვიყვან და თამარ მეფე რაღა იყო და თამარის მერე ლაშა გიორგი რო იყო მეფე მონღოლები გამოჩნდნენ პირველად. თუ არ ვწდები, ეს იყო 1225 წელი. ან 1220 წელი. ნუ ახლო ერთი იყო ჯალალედინის შემოსვლა და მაგამდე იყო, როდესაც მონღოლები გამოჩნდნენ. როდესაც გამოჩნდნენ დაზვერეს, ლაშა გიორგიმ ჩათვალა, რომ ეგ ბრძოლა მოიგო, ეგ ანუ დაზვერვაც არ ყავდა წესიერი, ნუ იმ პერიოდში რაც უნდა გქონოდა, ხო? იმიტომ რომ ნუ მონღოლები ზოგადად მაგ პერიოდში აიდგეს ფეხი და დაიპყრეს მთელი, ნუ არ ვიცი, ევრაზია. ნუ ევრაზიის, ნუ აღმოსავლეთ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ტერიტორია და მაგის მერე 1235 წელს მეორეჯერ რო გამოჩნდნენ. უკვე რუსუდანი იყო და საერთოდ მომზადებლები შეხვდნენ მაგ მოცემულობას. ანუ პოლიტიკოსებმა, ნუ იმ პერიოდში მონარქმა და თვითონ თავადებმა ვერ განსაზღვრეს, რომ პოტენციურად შეიძლება მონღოლები კიდე გამოჩენილიყვნენ მაგ ტერიტორიაზე. დაახლოებით იგივე ვარიანტია, რომ უნდა განსაზღვროს ხელისუფლებამ და ვინც არის ზოგადად პოლიტიკურ ელიტაში, რომ მომავალში რა საფრთხეები დაგვემუქრება. იმით ზახელი რომ, არ ვიცი, ნახევრად ცარიელი იყო დარბაზი. რა უაზრობა არის? ანუ რა ჩანს მაგით? რამდენად არის მზად ქართული ოცნება? იცი რა არის? ფაქტობრივი შეცდომა მაინც არ დაუბრუნდა, აი რა ნახევრად, კაცო, აი როცა აი ნახევრად შეიძლება თქვა, რომ 60% იყო და თქვა, რომ ნუ ნახევარი იყო და აი თუ 80 იყო და 90% იყო ნახევარი, რანაირად თქვა ნახევარი. ფოტოები დადეს, სადაც დარბაზი მართლაც არიელია, რაღაც 5 კაცი. აბა ვინ აჯობს? მაგრამ ნახე რა შეასაქმე. როგორ დააჭირეთ? როდის გადაიღეს, სურათი გააჩნია, ხო? ანუ ნახე რა თემა არის, როდესაც მიდის დებატები ხოლმე რაღაც საკითხის გარშემო. მაგრამ როდესაც ინტერესი არ არის მაგ თემის მიმართ და იქ რაღაცა ჭეშმარიტების დადგენას არ ცდილობენ და უკვე წინასწარ ისედაც გადაწყვეტილი აქვს რა პოზიცია უნდა დააფიქსიროთ. ეხლა საქართველოს გულისთვის პირად დროს ვიღაც ევროპარლამენტარი იქ დებატებისთვის არ დახარჯავს. ამიტომ ესენი მაგას აწვევიან, რომ ესე იგი რაღაც დიდი დებატები და რაღაცა ბოთლების სროლა არ ყოფილა რა და უკაცრავად რა ვინახარ ეხლა შენ რომ შენი გულისთვის ესე არა იმათ აქვთ უკვე წინასწარ შექმნილი განწყობა და ის რომ დებატებზე ხალხი არ მოდის და არ მსჯელობს და მარტო მოდიან გადაწყვეტილების მიღების წუთს ბიჭო მანდ უფრო უნდა ჩართოს სინამდვილეში განგაში სიგნალი რომ ამათ უკვე წინასწარ უკვე დაბეჭდილი აქვს თავში უკვე გადაწყვეტილება აქვს და განიხილება და არც განიხილება აქვს რაიმე სხვა საკითხი პროცესი არის და ეს პროცესი არის დაძრული ეხლა ამათ უხარიათ რომ წითლიძე მდინარაძის რაღაცა წაკინკლავება ჩვენთან რო არის ხოლმე ეგეთ რაღაც არ მომხდარა და მაგით უნდა ვიამაყოთ თუ რა უნდა ვქნათ ეხლა არ ვიცი ძალიან გაუგებარია ხო მე რა შეეხება ამ SWIFT-დან ჩახსნას ხო აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია გათვალისწინებული რომ საქართველო არის ქვეყანა რომლის ეკონომიკა ძირითადად დგას გადმორიცხვებს. კი ბატონო. ეს არის რავი აი როგორ გითხრათ ერთ-ერთი აი ძალიან ტრაგიკული სურათია ზოგადად რომ შენ არაფერს არ აწარმოებ დამოკიდებული ხარ რაღაცა გადმორიცხვებზე ხო?
და რავი ეგ SWIFT-ი ძირითადად მაგას ეხება რა რაღაცა ბანკ გადამორიცხავს. მე ზოგს გონია რომ ბანკებში რა თანხაც არის, ეგ არის მეანაბრეების ჩადებული ფული. ეგ არ არის ხალხო მართალი. ბანკებს ზოგადად თავიანთი კაპიტალის უდიდესი ნაწილი აქვს ნასესხები ფული სოფლიო ბანკიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ანუ თელიანად არიან მათზე მიბმულები. ანუ მე ახლა არა ვარ ფინანსისტი და მით უმეტეს მაგ მიმართულებით რაღაც ესე ვერ გავაკეთებ, მაგრამ მეც კი ვხვდები მაგის ხაზგასმა მინდა რომ აი ამ სისტემიდან ამორთვა აი რადონის შოკების მაგან შეიძლება გამოიწვიოს, აი ერთადერთი ასოციაცია მიჩნდება 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ამოვარდი რაღაც იმ ძველი საბჭოთა სისტემიდან, მაშინ იყავ იმის ინტეგრირებული აუცილებელი ნაწილი, შენი ეკონომიკა იქ სოფლის მეურნეობა იყო თუ მრეწველობა იყო მთლიანად მორგებული მაშინდელ წყობაზე რომ შენ სამხრეთი იყავი და ჩრდილოეთ უნდა მოგემარაგებინა შენი მასალებით, ის სისტემა დაიშალა, შენ დარჩი უფუნქციო და მერე დაიწყე ძებნა, ვაიმე აბა რომელ სისტემაში ვინტეგრირე და ამ ინტეგრირებამ მცდელობებმა რავი ძალიან ბევრი წლები წაიღო, ხო, საერთოდ მცდელობებიც ვერ იწყებოდა საერთოდ ნორმალურად, ძალიან გართულდა ეგ პროცესი. ხო და ნახე რაში არის საქმე. თუ რაიმე ოცნებას აქვს გეგმა კონკრეტული, რომ აი ესე თუ ხდება, ესე ვაკეთებთ, მაშინ ეგეც უნდა უთხრა საზოგადოებას. რაც გვიმალავს. არ არის აფთქერი რას გიმალავს. აი ძალიან კაი შეკითხვა და მაგას პასუხიც რა არის? რატო უნდა გითხრას კაცო, როცა ხალხი ფიქრობს, რომ ბიზნეს იცის კაცო, დალაგებული აქვს. მე არ მაინტერესებს, მე რატო უნდა მითხრას? ხალხში ეგ განწყობა, იმან იცის. ანუ ეგრე ენდობა, ეგ მაგდონეზე პრიმიტიულად უყურებს ხალხს სამწუხარო. პოლიტიკური სფეროა, ეს უკვე რელიგიური სფეროა. ხო, იმიტომ რომ რავი ხა პოლიტიკოს უნდა ვიცოდე ეს გეგმა რაშია რეალურად რა კონკრეტულ ქმედებებს განახორდა კიდევ, ხო? აი პოლიტიკური აზროვნება ყველაზე შორს რისგან დგას, იცი? არა, აი რაღაცა იქნება რა. ეგ რაღაცა იქნება კი არა. ყველაზე ცუდი სცენარები უნდა თქვა, ყველაზე ცუდი და შენ საზოგადოებას ან უნდა იმიჯერო, აი ამ ცუდი სცენარების შემთხვევაში მე რანაბიჯებს ვდგავ. რაღაც ეგეთ პროცესი ვერ ხედავ. უშინ თუ არ ვსწრები პოსტივიზე, ესე იგი ვიღაც ქალბატონი იყო და ქალბატონი თუ არ ვსწრები ქალბატონი იყო. ხო და მე დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგ წელს სოხუმში შევხვდებით. ანუ რა პროპაგანდა მიდის? ანუ წარმოგიდგენთ ვის წარმოადგენდა ეს ქალბატონი დეიდა? მე რა ვიცი, ცხინვალით მაინც დაიწყო უფრო ახლოსია რა, პირდაპირ სოხუმს რო ეცა. ანუ რა დონის პროპაგანდა არის ქართულ ოცნებას წარმოადგენდა მაგას გიგო. ხო, რა თქმა უნდა, პოსტივიზე აბა ვინ იქნებოდა. ოღონდ ახლა არ ვიცი ახლა წევრი არის თუ არ არის წევრი, მაგრამ ნუ სავარაუდოდ ხარს უჭერს ხო რადგან პოსტივიზია, ნუ მინიმუმ მაგის ვარაუდის გამოთქმა შეიძლება და მანდ არის ერთი დეტალი, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლაზე მიმართული პროპაგანდა არის კატასტროფა. მაგათ მართლა გონიათ, რომ ერთ წელიწადში ჩვენ, რავი, აფხაზეთ ცხინვალს დავიბრუნეთ თან. აბა ის 6 მილიარდი საით, მაგისთვის არ არის 6 მილიარდი, მე გავიგე. მე მივხვდი ნახე საქმე აი თქვიდა და ანუ მაგ ადამიანებს წარმოუდგენიათ რომ ერთ წელში ეგ მოხდება ერთი ეგ ყველაფერი და თან მაგ მიმართ რომ თავრობას აქ ყველაფერი დაგეგმილი და შენ თუ მაგას არ ეთანხმები და ამბობ რომ ლოგიკაში არ ჯდება რომ მე ვიცი რომ დაბრუნება ხდება მოლაპარაკებების შედეგად. არა მე გავშიფრეს მოლაპარაკებები არ არსებობს ოფიციალურ გზაზე. ანუ ომითაც შეიძლება დაბრუნება. არა ვიცი ახლა. არა თქვენ მსჯელობთ ამან ჩაწვდა მე თავზე გამინა ჩაწვდა გამინა ევრიკა და ამოვისუნთ. ხაი რა ეგ რა ის არის რა გეგმაა იცი? თუ გახსოვთ თქვენ 2008 წლამდე სააკაშვილის ჰქონდა ეგეთი გეგმა, ჩვენ ერგნეთში გავხსნით მაგარ დისკოტეკას, იქ ისეთი გუგუნის ხმა გამოვა, რომ ოსები, რუსები, მოკლედ იქიდან ვინც არიან მოეწონება და გადმოვლება მასე და აფხაზეთს როგორ იბრუნებს, ნახე? პატრიოტის ბანაკები გახსნა განმუხლში და ბუჩქებში იგულავეთო, ბავშვებს, გოგონებს და ბიჭებს უთხრა და იქიდან აფხაზი ახალგაზრდები დაინახავენ შეშურდებათ. ამიგე და მოუნდებათ. კი და ხო ოცნებამაც მსგავსი სცენარი დაგვიდო. ეხა ვიტყვი. ეს 6 მილიარდი ხო შემოდის. ამას ხო შემოყვება ასობით ათასის რაღაც პაკისტანი, ინდოეთი, რა ვიღარა. ნუ ზირითადად ეს იაფი მუშაყ რომელიც უნდა ასე რომ თქვათ
გაამდის დროს ოცნების ელიტა. გაამდის ოცნება და თვითონ მონებად გეყოლება რა. ან ნახე, აი აფხაზე გადმოიხედება ეს რა ჩვენ. რამდენი მონა, მეც ყოლიო ერთ. მონები ყავთ რაღაცა აპარტამენტებში ცხოვრობენ და ერთი გადკაცუნება თითის და არაბული ცეკვები და არაბული ღამეებია და აი ეგ მოეწონება და გადმოვლენ ჩვენსკენ. სერიოზული ალბათ ეგა მონები ვის არ უნდა რომ მონა ერთი ორი მონა ბოსტანში როგორ არ უნდა ყავდეს დაბმული ხო? რავი ალბათ ეგ მოუნდება და მაგას მოვლენ. აი ხალხო მონები ალბათ ეგ არის გეგმა. ისტორიის მანძილზე, ნუ ქრისტიანულ ბაქამდეც ნუ რაღაც ეგლა ტყვეების რაღაც გამოყენება, ექსპლუატაცია ხდებოდა, მაგრამ ეგეთ დონეზე მონები არ ყოლია რა ნამდვილად და აი ეს ქართული ოცნება დანერგავს მაგ პრაქტიკას. ეგრე გამოდის. სიამდვილეში ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა არის ხუმრობა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ საახუმაროდ არ გვაქვს საქმე. ჩვენ რა თემაზეც დავიწყეთ საუბარი, ეგ ერთი სიამდვილეში რაზეა ლაპარაკი. მთელი ცოტა 20 წელი რაზეც აიწყო თაობათა ოცნებები ეგ ნუ ვისაც ჯეროდა ემხობა ეხა თავზე ყველას. ანუ რაზეც ესე შენდებოდა ეს illuziების კოშკები, ოცნების კოშკები, რასაც მე ვარ ქართველი მაშას ადამეს. აი მაშას ადამე რო იყო და მაგასთან ერთად რო არ ტეხავდა ქართველ, მაგის გარეშე რო ტეხავდა ვიღაცებმა რო უკვე წარმოიდგინეს საქართველოს ამსტერდამი და ის არის რა ქვია ჟენევა და ბრიუსელი ვიღაცებმა წარმოიდგინეს რომ ესე იგი ევროკავშირი უზრუნველყოფს ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეგ არის ოღონდ რა აჩერებდა მაგას. რა აჩერებდა მაგას. აი საბჭოთა კავშირის გადმონაშთი ხალხი რომ მოკვდებოდნენ, მაშინ შევიდოით ევროპაში. აი ეგ აჩერებდა რა, ეგ იყო. და ვიღაცებმა რომ წარმოიდგინეს რომ ესე იგი უკვე ევროპელია თვითონ მაგის მსხრევა მიმდინარეობს და სინამდვილეში იცი რა არის მე აი მაგაზე ვფიქრობდი ამას წინათ რომ არაფერია იმაზე მძიმე ფსიქოლოგიურად რომ ადამიანი თან გააჩნია რომელ ასაკში ახალგაზრდა რომ მიხვდება რაღაც 17-18 წლის რომ მიხვდება რომ აქამდე ცოტა არასწორი წარმოდგენები ქონია აი რაღაც მაქსიმუმ ბუნებრივია 40 წლამდე რომ რაღაცას გადააფასებს ადამიანი იმისთვის შეიძლება არ იყოს იმდენი დარტყმა იმიტომ რომ მას აქ დრო რომ რაღაცა შეცვალოს და ახრიდან დაიწყოს მაგრამ ადამიანი რომ 30 წელი რაღაც იმედით ცხოვრობს მენით რო ცხოვრობს და დაბერდა უკვე და აწი რაღაცების გადაფასების პრინციპი შეიძლება დროც აღარ დარჩა აღარ დროსია ხო იმისთვის იმის გააზრება რომ ტყუილში იცხოვრო არის ტრაგედია და განსაკუთრებით დააკვირდით ახლა ამ შინ ევროპელების ანუ თვითონ მასში რო შემოვიდა ევროპა ეგეთი ხალხის აქცია რო არის მან ყველაზე ტრაგიკულად აი ტრანსპარანტ რაში გამოიხატება ახლა ვის თავში რა ხდება აი როგორი ტრანსპარანტები უკავიათ რა წერია ხოლმე ის რომ დაიკავებენ კარბოზე აი ჩაუგდებ ახლა და გავუშვი მე მან ჩანს აი ლოზუნგებში ყველა მსახლიდან რომ გამოვიდა დაწერა რაღაცა იმით მარკერით რა ლოზუნგებითაც გამოდიან მან ჩანს ამ ადამიანების ტრაგედია სინამდვილეში და ეგ არ არის ერთი და ორი ადამიანი მთელი თაობებია მასე კაცო ამაში არის წინა ხელისუფლების დანაშაული ამაში არის შევარდნაძის ხელისუფლების დანაშაული სააკაშვილის დანაშაული და ამ ხელისუფლების უდიდესი დანაშაული რომ წლების მანძილზე ამ ოცნების კოშკებში აცხოვრეს ადამიანები და ახლა უცებ გაირკვა და ჩვენ ვიცოდით ეგ რომ გაირკვეოდა თუ გვიან იმიტომ რომ ოცნების კოშკებს ახასიათებს ხოლმე მსხრევა სინამდვილეში ადრე თუ გვიან და ამ ადამიანების თავს ეხა ხდება ტრაგედია და ეხლა ნახე აკრო ლაპარაკი იყოს ერთ ინდივიდზე, ორზე, ხუთზე, თუ გინდა 500-ზე, ეგ იქნებოდა პიროვნული ტრაგედია. მაგრამ რაოდენობა გადადის ხარისხში. როცა ეგეთი თაობებია ქვეყანაში, ეს უკვე სახელმწიფოებრივი ტრაგედიაა. ჩვენ ეხლა პრაქტიკულად თან ნახე კიდე ჩვენ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ ზანგეზურის თემაზე, ხო? არა მარტო გეოპოლიტიკურად რთული დრო მოდის ჩვენთვის რა ეგ ფუნქციას კარგავ თუ არა სატრანზიტო ეს შეგვიმცირდება თუ არა ნუ ეკონომიკურად ეგეც დაგვარტყამს არა მარტო SWIFT-ი ხო გარდა მაგისა ჩვენ ფსიქოლოგიურადაც მოკრებული ვართ ამ სახელმწიფო როდის იქმნება როცა
საზოგადოება ერი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ერი აცნობიერებს ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში თავის დანიშნულებას. ხო, მაგრამ ნახევარჯვარო სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მისი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის მძლავრი ინსტრუმენტი ჰქონდეს სახელმწიფოს სახით. მაგრამ ჩვენ ეს 35 წელიწადი გვქონდა სახელმწიფო იმისთვის, რომ არსებული იდენტობა დაგვენგრია და გაგვეჩინა ახალ ევროპული იდენტობა. აი ისა ჯაბა ერთ გაუშვათ ის ჩაუგდე ის აი ტრანსპარენტებით აი ქალბატონი დეი და მოიცა ჯერ არ გაუშვათ. იქნება რომ მოდი არ ვიხუმროთ მაგაზე. არა უნდა ვიხუმროთ. სიამდვილეში იცი რა არის აი კი ბატონო მაშინ ვიტიროთ აი მაგრამ უნდა გავუშვათ. როტება მგონია მაგაზე ხუმრობა. ჯაბა მახსენა ცოტა პოზიტიურად ის რომ ადამიანი გადააფასებსო. ანუ ადამიანი მიხვდებაო, მაგრამ მე ეგრე პოზიტიურად ვერ ვიქნები განწყობილი, იმიტომ რომ მე ვიცი კონკრეტული ადამიანები, რომლებიც 2008-ში ამერიკის იმედად დარბოდნენ, რომ ეხლა ამერიკის გემი შემოვა, გადაგვარჩენს საქართველოს, რუსეთს ბოდიში და დედას უტირებს. და დღეს ამერიკას ლანძღავენ, როგორ არ დაგვეხმარა ისა და რა ცუდები არიან, მაგრამ კი არ გადააფასა. 2008-შიც იგივე პოზიციას ამბობს, რომ იგივე პოზიციას აფიქსირებს, რომ ეგეთი განწყობა როდის ქონდა კაცო. ანუ არაფასებენ ეგ ადამიანები, უბრალოდ საკუთარი თავის გამართლებას ცდილობენ. ეგ არის ერთ-ერთი სხვადასხვა ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმი, რომ საკუთარი თავი ცდარად არ წარმოიდგინო. ეგ ხშირად მოქმედებს ხოლმე და მოდი გავუშვათ რა წარმოდგენები არსებობს ამ უცნაურ ადამიანებში. გავუშვათ ეს სურათი. სურათია თან ვისაუბროთ, ისა რა ქვია. ესე იგი, აქ წერია, რომ ამერიკა გახადეს საქართველოს დიდებული. ბოდიში ერთ წამით ამ ადამიანის სახეს შეხედით. თან ეგ ზუსტად ის თაობაა, რაც მე ვთქვი, მე ხა ეს შეთანხმება არ იყო ჩვენ ეს ეხა გამახსენდა რომ გეგმავდით. ეხა გამახსენდა. ეს ფოტო ჯაბას საუბარზე გამახსენდა ეს. ჭიშკარიტი მორწმუნეა ეს. ადამიანის სახეს დააკვირდით, თან ეს არის ზუსტად ის თაობა. არა, ფოტო შეიძლება დაფიქსირდა ეს. აი ტრაგიკური სახე არა აქ. ტრამპს ეუბნება ეგ მანამდე დარწმუნებული ვარ დემოკრატებზე ლოცულობდა ეს, მაგრამ ეხა ხო ეს 4 წელი სახადი ხო უნდა გადაიტანოს, მერე მოვლენ ისინი და მერე კარგად იქნება რა 4 წელი ხო უნდა გაძლოს და ეგრევე სხვა რაღაცა დაწერა. რომ გახადე საქართველოს, ისე იმან ამერიკა უნდა გახადოს საქართველოს სად არის არ იცის საერთოდ. რო კითხო ეხა შტატი ეგონი შტატი არის ჯორჯია და ეგონება საქართველოს ნამდვილად შეიძლება ვერ გაიხსენოს. და ეს ეუბნება აქედან რომ მოდი საქართველოს გახადე. მეტი საქმე არ აქვს, მაგრამ ამას ჯერა. მაგრამ რა ხარ იმაში ქონდა იმას რა ქვია მაგას ლოზუნგში რო ქონდა ამან წარმოიდგინა რომ მაგარი ლოზუნგია მოდის ეს საქართველოს მოვარგოთ და ეს 180 გრადუს განსხვავებულ რაღაცას ნიშნავს და make America great again ნიშნავს რომ საქართველოს დაიკიდეთ. ანუ პირდაპირ მაგას ნიშნავს. მოდი აი მე ვიტყვი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ჩემი აზრით ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას და მე თუ დამეთანხმებით ეგ თქვით რა. ანუ ესე იგი დავით კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ესეთი ნაწარმოები დავით აღმაშენებელი და მან ერთ-ერთი ტრილოგია. კი ბატონო, ტეტრალოგია 4 ის არის. და მან არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. რამდენიმე ადგილას ერთ ადგილას არის კონკრეტულად მაგ თემაზე, რომ გიორგი მეორე და მისი თავადები, მისი ხნის თავადები მსჯელობენ, რომ აი ახლა ბიზანტიამ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა იყო, საქრისტიანო იმარჯვებს და ახლა საქართველოსაც გადაარჩენენ და დავითი ფიქრობს, რომ ეს ქართველები სულ სხვებით როგორ ცდილობენ რომ გადარჩენან, სხვებზე როგორ ამყარებენ იმედზე და თვითონ არაფერს არ აკეთებენ. ანუ ერთ-ერთი ტრაგედია ის არის, რომ ყოველთვის ქართველი გამოდის და ეხლა ამერიკის გემი შემოვა გადაგვარჩენს. ეხლა აი ზოგი ფიქრობს, რომ არ ვიცი, შეიძლება პუტინი შემოვა ეგ გადაგვარჩენს, ზოგი სი ძინპინი შემოვა ეგ ბიჭო, საქართველოა, ქართველებმა უნდა მივხედოთ. ყველას ფეხზე კიდი ხარ. ქართველებს არ უნდა ეკიდოთ ერთმანეთს, თორე ყველა სხვა ქვეყანას ფეხზე კიდი ხარ. არავინ არ მოვა და არ გადაგარჩენს. არავინ. თუ შენ არ მოინდომენი, შენ არ შექმენი რაღაც. ეგ ისტორიულად ჩვენი მეფეები მაგას აკეთებდნენ, რომ რა თქმა უნდა, სხვა შორის ქართული პოლიტიკის ეს ძლიერი მხარე იყო, ოცნებამ რაც უნიჭოდ აიტაცა, ანუ ლავირება, ხო, ანუ არ ვიცი ამათ არასდროს. გიორგი ბრწყინვალის მაგრამ ეგ არ არის. ახე ეგ იყო საქართველოს ისტორიულად მაგას აკეთებდა, ეს ერთგვარი მაგას შეიძლება ერწმის სტრატეგიაც უწოდოთ, რომ აბალანსებდა რა გადადიოდა ხან სპარსეთი რო ძლიერდებოდა და მძიმე, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ეგ იყო ძალიან მძიმე, მე ოსმალეთთან
ამყარებდა კავშირს ოსმალეთი რო აუტანელი ხდებოდა ისევ სპარსეთი მოგვიანებით უკვე რუსეთი გახდა იმპერია მაგრამ ბიზანტია და ამას ახერხებდა და რო ახერხებდა მაგის მტკიცებულება არის ის რომ გაუძლო და დღემდე მოვიდა პატარა საქართველოს სამხედრო ძალით კი არ აბალანსებდა მაგას სამხედრო ძალით ვერ დააბალანსებდა ანუ ესე ირაციონალურად შუბლით რო დაჯახებოდა რომელი მიმართულებითაც გინდა სპარსეთს კი ომების მეტი რა მოგვიგია კაცო იმას კი არ ვამბობ რომ ქართულზე დიდი მეომარი ვინ არის მაგრამ მასშტაბებიდან გამომდინარე აი გონების გარეშე პირდაპირ რო დაჯახებოდა რასაც ახლა აქ ზოგიერთი ტვინ გადახურებული ლიბერალი რო ამბობს რომ აბა არ ვიომოთ მასე რო დაჯახებოდა საქართველოს აღარ იქნებოდა აი რომელს მოერეოდა ფიზიკური ძალით ოსმალეთს იმას მოერეოდა რა ქვია სპარსეთს ან იგივე დავით აღმაშენებელმა დიდგორი როგორ მოიგო მან ზოგს გონია რომ მარტო სამხედრო ძალამ გადაწყვიტა ყველაფერი დავით აღმაშენებელი რო გამეფდა ეგრევე კი არ დატაკებია სელჯუკებს დავით აღმაშენებელმა დიდგორი მანამდე ჩაატარა სანამ უშუალოდ ბრძოლა მოხდებოდა მანამდე მოამზადა ქვეყანა და მანამდე პირველი შიდამყრები საფუძველი სელჯუკების იმპერია არ დაიშალა იქამდე გონია რომ სელჯუკი ორთოღურს ებრძოდა და ასლაბარაგე დაშლილი იმპერია რა თქმა უნდა აბა ხა ის რომ შიდა ზენიტი იყო მაშინ ჩვენას მოუგებდი ერთმანეთს ებრძოდნენ რო დაიშალა ეს შიდა არეულობა იყო მაგ იმპერიაში